თამაშის მნიშვნელობა ყველამ ვიცით, ყველას რა თქმა უნდა გათავისებული აქვს ის თამაში რაც იქნება 18-ში. ვემზადებით გეგმის მიხედვით, ძალიან რთული მეტოქე შეგვდა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენსაც ვეცდებით. პლეი-ოფი გვაქვს ნათამაშები, ევროპის ჩემპიონატი გვაქვს ნათამაშები, ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალი გვაქვს ნათამაშები, ანუ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ბიჭებს გამოცდილება დაგროვებული აქვს. ყავს ახალგაზრდა მოთამაშეები და ძალიან დიდი როლი ექნება ზუსტად იმ გამოცდილ მოთამაშეებს, რომ გვერდში დაუდგენ იმ ბიჭებს, რომ ის რაღაცა ემოციური და რაღაც ნერვიული ფონი, რა თქმა უნდა, რომ მოიხსნას და ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი გულშემატკივარის, ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთიანად შეგვიძლია, რომ მეორეჯერ ზედიზედ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. არაერთხელ ყოფილა გავსებული ეს დარბაზი, მე ვფიქრობ 18-ში უნდა გავახსოვთ, რომ ეს კიდევ დამატებითი მუხტი იქნება ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის და თუ მოგება, რა თქმა უნდა, ერთიანი ძალებით უნდა მოვიდეთ. გულშემატკივრება ჩვენ ერთად. მთელი შესარჩევი ციკლი 2 წელზე მეტია თავისი ამხანაგურებით თამაშით, ამ დრისთვის და ამ ორი თამაშისთვის იმზადებოდით. ჩვენი თითოეულ ჩვენთაგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზანი და ოცნება, ასე ვთქვათ, ამ ნაკრების რაც არის, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ. მზადების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის. როგორც ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი თამაშებისგან, თუმცა პროცესი იგივენაირია, რაც მთელი 2 წლის განმავლობაში თითოეული თამაშის წინ იყო. ჩვენი მხრიდან კიდე გვინდა გულშემატკივარს მოვუწოდოთ, რომ შეავსონ დარბაზი და გულხურებით დაგვიჭირო მხარი, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა. და გასული თამაშამდე გვინდა რომ რა თქმა უნდა აქედან დიდი ემოციით და თუნდაც მცირე უპირატესობით წავიდეთ. დანარჩენი უკვე ყველაფერი სლოვაკეთში გადაწყდება და დიდი იმედი მაქვს რომ გავახარებთ ქართულ ხალხსაც და ჩვენი გულშემატკივარს რომ მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატის საფრთხეს.